მოგესალმებით მეგობრებო, მოვამზადე პასტა, პესტოთი და ქათმის ფილეთი. პესტოს რეცეპტი ჩაწერილი მაქვს წინა ვიდეო რეცეპტში, გადადით ნახეთ და მოვამზადეთ ამ რეცეპტის მიხედვით. ეხლა შემოგთავაზებთ ამ პასტის რეცეპტს, აქ გჭირდებათ 2 ფილე, ჩაჭერით რამდენიმე ადგილას. მოყარეთ მარილი ორივე მხარეს. და ასევე შავი პილპილი ორივე მხარეს. ესეც წინასწარ მომზადებული პესტო. გადაიტანეთ თვითონ ნაჭერზე თითო ჩაის კოვზი და კარგად შეაზილეთ. ნაპრალები ამოავსეთ პესტოთი. ჩაფინეთ გრილის უჯრაში პერგამენტის ქაღალდი. შეასხურეთ ზეთი. და გადაიტანეთ მომზადებული ფილე. ზემოდანაც ცოტა შეაპყურეთ ზეთი. და შედგით გრილში. შეგიძლიათ მოამზადოთ უყუპელშიც. ასე დაიბრაცა, დაახლოებით 15 წუთი დაჭირდა. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მარილი და ჩაყარეთ პასტა. მოხარშვის შემდეგ გადმოიტანეთ საწურზე. მე წყალს არ ვავლებ, იმიტომ რომ გემოეცვლება. ჩააგდეთ ცოტა ოდენი კარაქი, დაელოდეთ გადნობას და კარგად აურიეთ. ისეც კარგად დაბრაწული ფილე. დაჭერით ნაპრალების ადგილას. აი ესეთი სავსეა პესტოთი ნაპრალები. თევზზე გადაიტანეთ პასტა. ზემოდან დაადეთ 1 ჩაის კოვზი პესტო და მოაწყეთ შემწვარი ქათმის ფილე. აი ასეთი ლამაზი გამოვიდა ჩვენი კერძი და ძალიან გემრიელი. აუცილებლად მოსინჯეთ, აუცილებლად მოამზადეთ და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი პური სამზარეულოს გვერდი, მოიწონეთ და ამკომენტარეთ. მადლობა ყურადღებისთვის.